სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვრცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. მე მინდა ზვიადის მოსაზრებები გავაგრძელო. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმის თქმისა, რომ ზვიად გამსახურდიამ დაკარგა ტერიტორიები, მას არც ერთი გოჯი მიწა არ დაუკარგია. ეგეთქვით რა მოხდა. მე იმას ვეთანხმები ზვიადს, აფხაზეთის პრობლემა მოაგვარა ზვიად გამსახურდიამ. მე მაშინდელ ვითარებას ძალიან მოკლედ ორი წინადებით გეტყვით. გვემუქრებოდა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება, გორბაჩოვი იწვევდა ავტონომიურ რესპუბლიკებს, სამოკავშირეო ხელშეკრულებას. გახსოვთ ხო? გვემუქრებოდა აფხაზეთში აჯანყება. და საბჭოთა კავშირის ხელისუფლება ამას არ დაგავიწყდეთ, ჯერ ჩვენ ნაცნობი ქვეყანა არა ვართ. ანუ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გაგვიხილავენ. ზვიად გამსახურდიამ მოახერხა აფხაზების მობრუნება ჩვენსკენ და ვინც ამას აპარტეიდულ კანონს ეძახის, მაშინ მან უკეთესი მიიღოს აფხაზებთან. ამ კანონის შინაარსი რა იყო? 26 მანდატი ჰქონდათ ქართველებს, 28 აფხაზებს, 12 ჰქონდათ არაქართველებს დანარჩენებს, ხო? ანუ მეტი ჰქონდათ მათ აფხაზებს, ხო, მაგრამ აფხაზეთის გასვლისთვის თავარი იყო 2/3 მათ ჰქონოდათ. 2/3 მათ არ ჰქონდათ, იმიტომ რომ 1/3 იყო 23 მანდატი, ჩვენ ვაკონტროლებდით 26. სამაგიეროდ, მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი, უშიშროების მინისტრი, მოსამართლე, შინაგან საქმეთა მინისტრი, პროკურორი, ყველაფერი ქართველების ხელში რჩებოდა. დღესაც ქართველებმა იმდენი მოახერხეს, რომ ვერ აირჩიეს, იქ 2 მანდატი აურჩეველია. ჩვენ კი ვიყავით ეროვნული უმრავლესობა აფხაზეთში, მაგრამ ჩვენ ვიყავით 47%. აფხაზები მარტო 18% არ იყო. ჩვენ იმდენი მოახერხეთ, რომ ყველა არაქართველი იყო აფხაზების მხარეზე. ანუ ისინი 53% იყვნენ რეალურად. ჩვენ ვიყავით 47%. აფხაზებმა დაიცვეს ეს პირობები, ალბათ აფხაზები ამ გადაცემას ნახავენ, აფერუ მათ ვაჟკაცობას, მაშინ დაიცვეს ეს პირობები. და როცა მოხდა გადატრიალება, მაშინ პუჩისტებმა აღადგინეს 21 წლის კონსტიტუცია აბსოლუტურად გაუმართლებლად, სადაც აფხაზეთის ავტონომია არ არსებობდა და იურიდიულად აფხაზები დარჩნენ საქართველოს კონსტიტუციის მიღმა და მათ აღადგინეს თავისი 25 წლის კონსტიტუცია. ანუ იურიდიულად ჩვენ ვართ ცამდე დამნაშავენი აფხაზებთან. ზვიადის დროს აფხაზეთის პრობლემა მოგვარდა. მეორე, ახლა რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს. სამხრეთ ოსეთი როგორც ზვიადმა თქვა, ზუსტად ისე იყო, თვითონ ოსებმა გაიუქმეს თავი და შემდეგ დღეს რო გამოდის რუსეთის პრემიერ-მინისტრი და რეალურად პრეზიდენტი პუტინი და აცხადებს, რომ ზვიადმაო აფხაზეთის ავტონომია გაუქმაო. ვინ უთხრა მან ეს? და დღევანდელი რუსეთის ფედერაცია ხოთსამართალ მემკვიდრეა საბჭოთა კავშირის. და დღევანდელი რუსული ხელისუფლება ხო ელცინის მემკვიდრე არის. ელცინის დასმული არის, ხო პუტინი წარადგინა. შედგა ყაზბეგის ხელშეკრულება, სადაც ჩაიწერა ამ ხელშეკრულებაში ეწერა, რომელსაც ორივე მხარემ ხელი მოაწერა, ზვიადმაც და ელცინმაც. ბივშე იუჟნე ასეთი, ეს რას ნიშნავს? რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთის გაუქმება და ხო, ვითომ ამბობენ, რომ მე ვაპირებ ზუგდიდის დატოვებას. ეს არის სიცრუე, მე განზრახული მაქვს, აქ ვიყო ბოლომდე და თუ საჭირო აქ მოვკვდები და არ საკეთებ ერთადაც. კულმინაციამ პიკს 14 სექტემბრის საღამოს მიაღწია, როდესაც მოედანზე შეკრებილმა ხალხმა სახელმწიფო მეთაურს დაუჩოქა, რათა თანამდებობიდან არ გადამდგარიყო. შევარდნაძე